სტომატოლოგიური მენეჯმენტი, ჩვენს ქვეყანაში ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის. რომელსაც დღეს ბატონი სერგო აბსოჯანიშვილი წარუძღვება ძალიან კარგ სტუმართან ერთად. სერგო, მოგესალმებით, ღემშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და ფაქტობრივად უკვე მეორე კვირა მედიცინის თემას, კვირა გამოშვებით, მაგრამ მედიცინის თემას ეხება, რა ძალიან კარგია და ძალიან აქტუალურია. მახსოვს ორი კვირის წინანდელი შენი ეთერი, სადაც მართლა ძალიან მაგარი ფიდბექები და გამოხმაურება მიიღო რუბრიკას. ზუსტად ამიტომ ამეორებთ ამილად. დარწმუნებული ვარ გამონაკლისი არც დღეს არ იქნება. ამიტომაც გისმენ ყურადღებით და მივესალმოთ ერთად ჩვენს სტუმარს. მოგესალმებით სანდრო, მივესალმებით ჩვენ ძვირფას მაყურებელს. მოკლედ კი, ნამდვილად ძალიან ისეთი კაი გამოხმაურება მიიღო წინა გადაცემამ. გამოჩნდა ის, რომ აშკარად ეს თემა საჭიროებსაც თქვათ უფრო სიღრმისეულ განხილვას და ერთი გადაცემით ვერ შემოვიფარგლებით, ამიტომ დღეს უფრო ისეთი ვიწრო ჭრილში განვიხილავთ ამ მიმართულებას, სტომატოლოგიურ მიმართულებაზე ვისაუბრებთ. და რეალურად დღეს ფაქტიურად ყველა კორპუსში არის გახსნილი სტომატოლოგიური კლინიკა, ხო? ანუ სტატისტიკას რო გადავხედე, ძალიან ბევრი კლინიკაა საქართველოში. მარტო თბილისში არის კონცენტრირებული 600-ზე მეტი, ასე ვთქვათ, სტომატოლოგიური დაწესებულება. რეალურად ეს ფლობელები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ამ რემონტებში, დანადგარებში, Facebook რეკლამებში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთი მიზეზის გამო, ხო? რომ რამენაირად პაციენტი მიიყვანოს ასე ვთქვათ, კლინიკის კართან. რეალობაში რა ხდება? კლინიკაში მისული პაციენტი იკარგება უკანა კარიდან. ხო? და რატო იკარგება? ხო? იმიტომ რომ არ ხდება ეს სისტემა. რეალურად დღეს ჩვენი headline-იც ეს არის, ხო? სტომატოლოგიური მენეჯმენტი საქართველოში. ჩვენი სტუმარი პირველად არ არის თამარ გეგია, ეს არის T-Grow's დამფუძნებელი. თამარ, მოგესალმები. მოგესალმებით. T-Grow's-ზე ორი სიტყვით ეს არის სამედიცინო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, ხო? ჩვენ წინა გადაცემაში სხვათა შორის რამოდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ კომპანიაზე, იმიტომ რომ სტარტზე იყავით ფაქტიურად, უკვე რამოდენიმე თვე გავიდა. და პირველი კითხვა, სად ვართ დღეს? ჯერ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. სერგო, ძალიან სწორად აღნიშნეთ წეგან, რომ პაციენტები მიმართავენ კლინიკას, მაგრამ შემდეგ იკარგებიან, ხო? თუ გვინდა გავცეთ პასუხი კითხვას, სად ვართ? კლინიკურ ნაწილში ვართ ძალიან კარგად, შეიძლება ითქვას, რომ ყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, სტომატოლოგიის დარგის ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. თუმცა ერთია კარგი და კვალიფიციური ექიმი და მეორეა კარგი მომსახურება, რისი მოლოდინიც დღეს პაციენტს აქვს, ხო? ჩვენ წინა გადაცემაშიც ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ დღევანდელი პაციენტის მოთხოვნა გაცილებით ბევრია, ვიდრე მხოლოდ კარგი კლინიკური სერვისის მიღება. მას ძალიან სჭირდება ემპათიური დამოკიდებულება, მისი დროის პატივისცემა, გამჭვირვალობა პროცესებში ზუსტად იცოდეს რა ღირებულების მომსახურებას იტარებს, ხო და არ იყოს რაღაც სიურპრიზი, როცა მომსახურება სრულდება. თუ მოკლედ შევაჯამებთ ამ კითხვაზე პასუხს, დღეს სად ვართ? ისე ვიმეორებ, კლინიკურ ნაწილში ვართ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ყავს, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებას. სხვათა შორის ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობენ საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც აორგანიზებენ მსოფლიო, შეიძლება ითქვას, დარგის ლიდერების ჩამოყვანა საქართველოში და ისინი ადგილზე ატარებენ ძალიან საინტერესო მასტერკლასებს და ლექციებს, მაგრამ სერვისის მიმართულებით, ბიზნესის მართვის მიმართულებით და სისტემის მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ქაოსი და კლინიკების უმეტესობა ამ მხრივ არის კრიზისში. ამიტომაც გაჩნდა T-Grow's შექმნის საჭიროება, ჩვენ ხედავდით ამ გამოწვევას, რაც იდგა ბაზარზე და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რეალურად მოდის სიმართლე ვთქვათ, ხო? ანუ ძირითადად ასე ვთქვათ, კლინიკების მასა დამოკიდებული არის თვითონ ამ ექიმების კომპეტენციაზე, ხო? და ანუ ექიმები არიან ძირითადი ტრაფიკის გენერატორები ამ კლინიკაში. რეალურად, ხო? მოდი მაშინ ანუ ძალიან ისეთი კარგი გადასვლა იქნება, ზუსტად T-Grow's-იც რო ვისაუბროთ, ხო? ანუ ორიოდე სიტყვით, იმიტომ რომ თქვენი ესეთი სპეციალიზაცია ამ მიმართულებით, ხო, ძალიან თვალსაჩინოა ბაზარზე. მე რეალურად არ ვიცი სხვა კომპანია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ერთის მხრივ ეს ძალიან ისეთი თვალსაჩინოა სოციალური პასუხისმგებლობის აქტიც არის და მეორეს მხრივ, ანუ ის სერვისი, რომელიც სხვათა შორის ჩვენ ვისაუბრებთ აუცილებლად სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაზე და იქ სერვისის მნიშვნელობაზე. თუმცა მოდი, აი T-Grow's შემთხვევაში, ხო, ეხლა ჩვენ ბევრი კლინიკის დამფუძნებელი გვიყურებს. როგორ იწყება თქვენი თანამშრომლობა? ანუ რეალურად პრაქტიკაში რა შეეხმარებით, რეალურად როგორ რაღაც აუდიტით იწყებთ, ხო? ანუ რაღაც გარკვეულ დასკვნას დებთ, ხო? ანუ რა ხდება ზოგადად პროცესებში? ანუ ჩვენ არ ვიხებით ამ შემთხვევაში კლინიკურ მხარეს, ხო? ვეხებით მხოლოდ ბიზნესის მხარეს.
ამიტომ აი ორიოდი სიტყვით რომ შევაჯამოთ თვითონ T-Grow საქმიანობა, ხო? თავისთავად თვითონ T-Grow საქმიანობას აქვს ორი მიმართულება. ერთი მიმართულება ეს არის საკონსულტაციო მიმართულება ბიზნესის მიმართულებით, მეორე ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება. ანუ რეალურად რა პრობლემებსაც ვაწყდებით ბიზნესის, ასე ვთქვათ, მართვაში, მერე დამიზნებულად ამ მიმართულებით უკვე საგანმანათლებლო ლექციებს და ვორქშოპებს მართავთ. მაგრამ საკონსულტაციო მიმართულებას რო დავუბრუნდეთ, ჯერ ვიწყებთ რა თქმა უნდა დიაგნოსტიკით, როგორც პაციენტის ჯანმრთელობის შეფასება იწყება ხოლმე დიაგნოსტიკით და ამის შემდეგ დგება მკურნალობის გეგმა, ზუსტად ამ პრინციპით მუშაობთ ჩვენ. ჯერ ვიწყებთ დიაგნოსტიკით, ზუსტად ვსაზღვრავთ, სად არის სუსტი წერტილები, რა ძლიერი მხარეებია, სად არის განვითარების შესაძლებლობა და ამაზე მორგებულად ვამზადებთ შემდეგ უკვე სამოქმედო გეგმას, სტრატეგიას და შემდეგ უკვე T-Grow ეხმარება კლინიკებს ამ სტრატეგიის იმპლემენტაციაში, აღსრულების ნაწილში. სურათი საკმაოდ საინტერესოა, როგორც წესი კლინიკების დამფუძნებლები, როცა მოგმართავენ ხოლმე თხოვნით, რომ მათთან ვითანამშრომლოთ, რო ვეკითხებით, რა არის მათთვის ამჟამად ყველაზე მტკივნეული წერტილი, დაახლოებით ერთი სცენარი მეორდება ბევრ კლინიკაში. ანუ პაციენტების რაოდენობა კლინიკაში საკმაოდ დიდია. კლინიკა არის კარგად აღჭურვილი, არის კვალიფიციური ექიმები, მაგრამ საბოლოო ჯამში თვის ბოლოს მოგებას დამფუძნებელი ვერ ხედავს. თუ ახლა ჩვენ დამფუძნებლები გვისმენენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ეს თემა მტკივნეულად შეეხება, იმიტომ რომ სამწუხარო სურათი ბევრ კლინიკასთან ასეთი შევხვედრია. ეს პირდაპირ მიუთითებს სისტემის რაღაც ნაკლოვანებაზე, ხო? ესე იგი, რაღაც პროცესები სხვანაირად არის დასალაგებელი. და აი ზუსტად დიაგნოსტიკის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე რა არის სხვანაირად დასალაგებელი და ვიწყებთ ამას ეტაპობრივად. ერთი რაც T-Grow შესახებ მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის როცა ვიწყებთ თანამშრომლობას, პოტენციურ პარტნიორ კლინიკას ვეუბნებით ხოლმე, რომ ჩვენ არ ვართ მათთვის, ვისაც მოლოდინი აქვს რაღაც შოკ ნაბიჯებით სწრაფი ეფექტის მიღების. პირიქით ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა შევქმნათ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ძალიან გააზრებულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანს იმ წარმატებამდე, რაც რეალურად ნებისმიერ დამფუძნებელს უნდა რომ კონდეს. ეს ძირითადი მოთხოვნა მაინც რა არის კლინიკებისგან, ეს რაღაც უფრო რეპუტაციის შენება თუ ეს ერთჯერადი გაყიდვები უფრო ინტერესებთ? ხო, ძალიან კაი კითხვა. როგორც წესი, როცა მოდიან ხოლმე, ზედაპირზე არის სხვა პრობლემა, მაგრამ როგორც კი დიაგნოსტიკას ვიწყებთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აღმოჩნდება ხოლმე. პირველი თემა ბევრ შემთხვევაში არის, რომ მჭირდება ბევრი პაციენტი კლინიკაში. როგორც უკვე ვთქვი, არის შემთხვევები, როცა ბევრი პაციენტი არის, მაგრამ მოგება არ არის. ინდივიდუალურია, ანუ ყველა კლინიკა შეიძლება სისტემა რაღაცით გავდეს ერთმანეთს, მაგრამ მაინც ბიზნესი ყველა ძალიან ინდივიდუალურია და ინდივიდუალურია მათი საჭიროებები და პრობლემებიც. ეს სისტემაში ქაოსი რამდენად ახდენს და რამდენად არის ესეთი ფაქტები, რომ მოახდინოს გავლენა კლინიკურ მხარეზე. იმიტომ რომ მე როგორც ვხვდები ლოგიკურად, ანუ სულ რო გენიოსი ექიმი იყოს, ანუ არა ასე ვთქვათ ქაოტურ სისტემაში შესაძლოა რომ მანაც დაუშვას შეცდომა, ხო? სისტემა თავისთავად რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ყოველდღიურ მუშაობაშიც და ასევე ამ კვალიფიციური კადრების გადინების ნაწილში. თუ ბევრი სისტემური ხარვეზი და პრობლემა, მაღალი კვალიფიკაციის ექიმებს რა თქმა უნდა უჩნდებათ იმის ასე ვთქვათ, ცდუნება, რომ გადავიდნენ სხვა კონკურენტ კლინიკებში და დასაწყისში ახსენეს ერგო, რომ ძალიან მაღალია კონკურენცია. საქართველოში არის რეგისტრირებული 1400-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკა. მათი უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, დედაქალაქშია თავმოყრილი. აი, მხოლოდ ერთი უბნის მაგალითი რო ავიღოთ, საბურთალოზე არის 155 სტომატოლოგიური კლინიკა. აი, მხოლოდ ეს ციფრიც აჩვენებს, რამდენად მაღალია კონკურენცია და ამ მაღალი პაციენტის დეფიციტია რეალურად ყველგან, ხო? ანუ იმიტომ ყველა ეძებს პაციენტს. მეტნაკლებად. ამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში, რა თქმა უნდა, საინტერესო შეთავაზებები მაღალი კვალიფიკაციის ექიმებთან ყოველთვის კეთდება კონკურენტი კლინიკების მიერ და აი თუ საუბრობთ ბევრ სისტემურ ხარვეზზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ცდუნება ექიმს ყოველთვის ექნება, რომ ეძებოს ალტერნატიული კლინიკა, სადაც მის კლინიკურ მაღალ უნარებს უკეთ გამოავლენს. სამედიცინო ტურიზმი უნდა შევეხო. ტურიზმი ზოგადად ძალიან საიმედო მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ხო და ნუ შესაბამისად სამედიცინო ტურიზმის. რა სიტუაციაა დღეს ამ მიმართულებით და თუ არის თუნდაც ანუ საქართველოს ანუ თვითონ ინფრასტრუქტურულად მზად და ზოგადად ანუ იმ სერვისის პროვაიდინგში მზად, რომ მოემსახუროს თუნდაც ევროპელ
ტურისტებს, ხო, რომელიც ჩამოდიან აქ გარკვეული, იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აქტუალური მიმართულება სამეცნიერო ტურიზმში არის სტომატოლოგია, ხო? მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამისთვის ჩამოდის ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ხდებათ ის სერვისი რეალურად აი ეს სრული ციკლი სამეცნიერო ტურიზმის ხდებათ საქართველოში. და რისკი ხო არ არის, რომ ზოგადად რეპუტაციული რისკი ხო არ არის ქვეყნისთვის ეს, რომ რამე არასწორად მივაწოდოთ. თავისთავად ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მდგომარეობაში ვართ. ერთი ის, რომ ობიექტურად ბევრი კლინიკაა და ბევრი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმია საქართველოში, მასალები, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რაზეც შეიძლება რომ პაციენტს ჰქონდეს მოთხოვნა. სხვა საქმეა სერვისის ნაწილი, აი რაზეც თავშიც ვილაპარაკეთ, რამდენად ახდენს კლინიკა სრულფასოვანი სერვისის მიწოდებას პაციენტისთვის, არ გულისხმობ კლინიკურ სერვისს. ყველა იმ სერვისს, რომელიც კაბინეტის გარეთ ხდება, ასე რომ ვთქვათ. ეს ალღა უფროა ეს აი სამეცნიერო ტურიზმი, ეს სტომატოლოგიის მიმართულებით თუ რეალურად ეს უკვე რაღაცა წლების განმავლობაში ნამუშევარი შედეგია. ზოგადად ამ მიმართულებით რამდენიმე კლინიკა საქართველოში არსებობს, რომელიც უკვე მრავალი წელია კონკრეტულად ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და მთლიანი, ასე ვთქვათ, მუშაობის სქემა და ბიზნეს მოდელი აგებულია ტურისტული პაციენტების მიღებაზე, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურად ქვეყანა რამდენად არის მზად ამისთვის, ამ მხრივ შეიძლება ბევრი კრიტიკული, ასე ვთქვათ, თემა წამოიჭრას. თუმცა მე არ მინდა ისე წარმოვაჩინო სურათი, რომ საერთოდ არ არსებობს საქართველოს ბაზარზე კლინიკა, რომელიც მზად არის ტურისტის მისაღებად. როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე ძალიან მაღალი ხარისხის კლინიკა არსებობს, რომელიც უკვე უწევს სრულფასოვან სერვისს, მაგრამ მოთხოვნა შეიძლება გაცილებით ბევრი იყოს, ვიდრე ეს რამდენიმე კლინიკა, რომელიც ამჟამად აწვდის ამ სერვისს. და განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მაგალითად ებრაელი პაციენტები ძალიან დიდი ნაკადი იმის გამო, რომ თურქეთში ვეღარ იღებს სამედიცინო სერვისებს, გადმომისამართ და საქართველოს მიმართულებით და ძალიან ბევრი ტურისტული აგენტი უკვე ეძებს პარტნიორ კლინიკებს საქართველოში და აქ რა თქმა უნდა სერვისის ნაწილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ზუსტად ის შედეგი მიიღოს პაციენტმა, რა მოლოდინიც აქვს. იმის მიუხედავად ეს ქართველია თუ ტურისტული პაციენტი. მადლობა პასუხისთვის. სხვათა შორის ტრადიციულად მოვამზადეთ ბლიცი, თუ ხარ მზად. არ გაგვივლია წინასწარ, ხო, ამიტომ ჩვენ ბლიცს სხვათა შორის დავარქვი მწარე სიმართლე. საინტერესოა. ხო, რა თქმა უნდა თემატური იქნება და რამოდენიმე კითხვა, რომელზეც ძალიან მოკლე პასუხები დაგვჭირდება, ხო? კარგი. როცა კლინიკაში ყველაფერი ზეპირაწყდება, მოქნილობაა თუ ქაოსი? საკმაოდ ხშირად გვაქვს ასეთი შემთხვევები, ალბათ დამფუძნებლებს არ ესიამოვნებათ ამის მოსმენა, მაგრამ ცხადია ეს არის ქაოსი, როცა არაფერი წერილობით არ არსებობს, ყველაფერი არის ვიღაცის თავში, ხო, ზეპირად არსებობს და შესაბამისად ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ინტერპრეტაცია კონკრეტული ადამიანის, მისი ცოდნის, მზაობის, კვალიფიკაციის, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ქაოსს ვწევთ. ამის გაგრძელება. დრო არ გვაქვს პროცესებისთვის, მიზეზია თუ საფრთხე? დრო არ გვაქვს პროცესებისთვის, ასევე მწარე სიმართლეა, რომ ეს არის მიზეზი, ცხადია, როცა ვიწყებთ ბიზნესის შენებას, იქ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რა როგორ უნდა ვმართოთ და საფუძველშივე სწორად უნდა დავალაგოთ. თუმცა მერეც არ არის გვიან, როცა ვაიდენტიფიცირებთ პრობლემას და ვიაზრებთ რა არის მისი დაალაგება ყოველთვის შეიძლება. აი, ერთ-ერთი ისეთ საინტერესო რიგი დერეფანში. დატვირთვა თუ არასწორი დაგეგმვა? ზოგ ძალიან უხარია, ხო, რომ რიგები გვიდგას დერეფანშიო და ფოეშიო. ხო, აქ შეიძლება ერთაზროვანი და ერთგვაროვანი პასუხი არ იყოს. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, როცა რაღაც, არ ვიცი, ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია მაგალითად რიგი, ან უბრალოდ არ არსებობს ასეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც ამ რიგს აწესრიგებს. სხვა შემთხვევაში ცხადია, პაციენტის დრო უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვნად გათვალისწინებული კლინიკის მენეჯმენტის მიერ და შესაბამისად რიგები ცხადია იდეალურ სურათში არ უნდა გქონდეს. მე ვფიქრობ, ამას ძალიან ხშირად ხვდები მაგ თემას, ხო, ან ჩვენთან ასე მუშაობს წლებია, გამოცდილებაა თუ სტაგნაცია? სამწუხაროდ სტაგნაცია. ხარისხი იზომება თუ იგრძნობა? აი, ასევე ძალიან მწარე სიმართლეა, იგრძნობა, ძირითადად სულ საუბარია დამფუძნებლის შეგრძნებაზე, რომ აი ახლა ვგრძნობ, რომ პაციენტი შემომაკლდა, ახლა ვგრძნობ, რომ ბევრი ზარია, მაგრამ როცა გადავდივართ კითხვაზე, რომ კონკრეტულად რამდენია გავზომოთ ციფრით, რა თქმა უნდა, ციფრი არ არსებობს. ყველაზე საშიში სიტყვა ქართულ მენეჯმენტში?
ყველაზე საშიში სიტყვა, არ ვიცი, რთული იქნება ამაზე ალბათ ერთი ცვლილება ალბათ. როგორც წესი, სიფრთხილით ეკიდებიან ცვლილებას. ცუდი ექიმი და ცუდი სისტემა, რომელი უფრო დიდი რისკია? ორივე თანაბრად. არა შეიძლება ზუსტად სისტემამ დააზიანოს ამ კარგი გენიოსი ექიმის, ასე ვთქვათ, ნამუშევარი, ხო? სხვათაშორის ძალიან დიდი მადლობა. სხვათაშორის ანუ ამ გადაცემის ასე ვთქვათ ბოლოსკენ შემოვინახეთ რა, ხო? რომ ჩვენ შორის, ანუ K-Call-სა და Tigro-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, ასე ვთქვათ, ერთობლივი ძალებით შევეცდებით სამედიცინო ასე ვთქვათ მენეჯმენტის გაკეთებას ქართულ ბაზარზე. დავეხმარებით რეალურად ანუ ამ დარგს. და რეალურად ყველა ეს გზა პაციენტის კლინიკამდე იწყება პირველი კონტაქტით, ხო? ანუ ეს იქნება დისტანციური კონტაქტი, ეს იქნება ზარით, ეს იქნება ჩატით, ეს იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ K-Call-ი ძალიან აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და K-Call-ის რეალურად საოპერაციო სიმძლავრეები და Tigro-ს, ასე ვთქვათ, სამედიცინო მენეჯმენტის გამოცდილება დაგვეხმარება რეალურად, რომ ანუ საქართველოში შევცვალოთ ეს მიმართულება და შევცვალოთ ხარისხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წაწევს ზოგადად სერვისის მიმართულებას კლინიკებში და ასევე მოიზიდავს ძალიან ბევრ სამედიცინო ტურიზმს საქართველოში. მოგრეთ ბლიციან მემორანდუმი კითხვა-პასუხიანად ძალიან კარგი დიალოგი და კარგი რუბრიკა გამოვიდა და მადლობა თქვენ ამისთვის, მეგობრებო. საინტერესო, ახლა ძალიან კარგი აქცენტები დაისვა და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.